ძალიან უცნაური და ფაქტიურად შემდგომ უკვე ვისაც ვაჩვენეთ, ვინც იყო ამის, ასე ვთქვათ, უფრო როგორ აღიხსნათ, ვინც უფრო ერკვეოდა და მეტად ჩახედული იყო ამ საქმეში, გავაცანეთ ამ ადამიანებს, რომელსაც დაადასტურეს, რომ ეს ფესტივალი შეფარვით არის ანტიმართლმადიდებლურია და არის სატანისტური ნიშნებით გაჯერებული და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 3 დღის შემდეგ მასმედიის საშუალებით, კერძოდ იმედის ტელევიზიით გადის გადის ერთგვარი რეკლამა სხვადასხვა ფესტივალების და მათ შორის კონკრეტულად ასურეთის ფესტივალის. სადაც მითითებულია და ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ექსტაზის და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით თრობის მომენტი, ასევე ასახულია იქ ნაჩვენებია ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჟესტიკულაციით აღნიშნავენ ზუსტად იმას, რაც არის ანტიმართლმადიდებლური და სატანისტური ნიშნების გამოსახავი. მე ახლა სვავ შეკითხვას, რომ იყო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შევპაროდა ეჭვი და გავჩენოდა ასევე მოსახლეობას, რა თქმა უნდა. ამის შემდგომ მოსახლეობის ცნობადობა უფრო ფართომასშტაბიანი გახდა, გაიზარდა, საქმის კურსში ჩადგა ადგილობრივი სამღვდელოება, კერძოდ ასურეთის სამების ეკლესიის წინამძღოლი მამა გიორგი, მოსახლეობის რაღაც ნაწილს ორგანიზატორები ჩუმად შეფარვით თავაზობდნენ სხვადასხვა თანხებს და ეს თანხები მინდა მოგახსენოთ, რომ არ იყო ძალიან მწირი იმისთვის, რომ ვთქვათ, მოსახლეობის რაღაც ერთგვარად მაპატიეთ ამაზე და შეიძლება დაებათ, რომ იტყვიან და ინტერესი გაჩენოდა მოსახლეს, რომ მოდით იქნებ ხო. ანუ თანხმობა მიეცათ. რამდენი იყო დაახლოებით? იყო საუბარი, ვთქვათ, ერთ ღამეში სახლი დაგვითმეთ 500 ლარს თავაზობდნენ. იყო საუბარი, რომ ნებისმიერი თანხა თუ ვთქვათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კონკრეტულად რაღაცა ვთქვათ ბოსტნეული კონკრეტულად რაღაც ღირდა ვთქვათ 5 ლარი, ესენი იძლეოდნენ 10 მაგ თანხას და ასე შემდეგ. და კაცი რო გეტყვის ესე რომ პროსტა ჩემი кайფით მინდა რომ ხალხი ჩამოვიყვანო. ნათი არ გაგიჩნდება ეჭვი რომ როგორ ეხლა შენი кайფით ვაპატი ეხლა ამ ჟარგონზე და რაღაც ცოტა ეს უყურე 17 მაისის გადაბმა იყო რამაც რა მე აი ღმერთმა მაპატიოს რა თუ ცოტა ხო დამჭრის ღმერთია რა და უფლის ნებაც იყო რომ აქ არ ჩატარდა რა თორე ეხლა ვაჟა იყუნავებდა მაპატია ნათია თუ ეხლა ზურა თუ რამაზი თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი ხო ეს იქიდან წდება რა ასე რომ დასადმე ჩაატარეს თბილისში მე ამ უგულავა მისცა იქ ეხლა აქ იგებმეებოდა ვიღაცა შეიძლება ამდგარიყო ან გაესრო ან ამეთ აქ ერთი კაცი ან ბოლო თვითონ გატურბავდნენ ვიღაცას ბოლო ეჩვსმობდნენ რა გამორიცხული იყო თავისივე 1500-დან ვიღაცას წამალი უნდა ეთუხთუხებინათ იქ რო გაიჭირავდა ვიღაცა რო კაებში გაპარულიყო შენ იცი მე ამას რამხელა რეზონანსი მოყვებოდა აი ამიტომ დავბლოკებ ჩვენ ცოტა წინ ვიხედებთ ეს მიწის ნაკვეთი ვისიც იყო ამ კაცს ვესაუბრე ეხლა თუ მიწის სფერებიო დაბლოკეთო და ვინც ცოტა ნორმალურები იქნება შემოუშვთო ეს მოცის სფეროები შემოერევა აბა როგორ გინდაო ეხლა იქავდა ექვსი სფერებიო და სატანისტებო თუ ვინც მიგაჩნდა დაბლოკეთო და ნაციონალური შემოიღო მე ვთხარ ეხლა მე დავდგე იქა და ფეისბუქზე ვატარო და იმას ვქნა 1500 კაცი ცისფერს და არაცისფერს 80% მიხვდები რომელია და რომელია. აი ხა ყველა კაცს რო და მოუნდება უკვე კერვა და რაღაცა ის ბაიმე უკვე ლაპარაკი სხვანაირი უხდება. მე მაგი ტრაგედიაზე ვარ თო მე ერთი ჭიანჭველა კაცი ერთხელ მოვიდე ერთხელ მაწავეთრე და წავიდე რა. მაგრამ რაზეა ეს საუბარი? ჩვენმე თუ არ ვიუმეთ აქ. აი დიდგორის მიწაზე გაზდებმა შვილებმა თუ არ ვიუმეთ და არ ვიბრძოლეთ აი ამ კაცთან ერთად. აი მოწმიდესთან ერთად არაფერი არ გამოვთორე. მაგ ელგეტებებს ვაჟას მიკითხავდა. ამაფარებდნენ უცბად ყარას გამიტარებდნენ, მაგრამ მოსახლეობას ბოდიში და ვერ გადაახტებოდნენ. აკეთებენ რეკლამას. იმ რეკლამაში ამ ორგანიზატორებს თვითონ უნდათ ექსტაზები და ის თუხთუხი წამლები და რაღაცა როგორ უნდა იმასაკენ. ანუ ყველანაირი кайფი მაპატია და კაცი ქალი ყველაფერი ერთმანეთში აღარ. ნუ ეს თავიანთი ამბავი ხა მესხის ლოგიში რამე საქმეა. ან ვისაც რა უნდა გინდა ცისფერი გახდეს და გინდა ვაჟკაცი გახდეს რა ვაჟაშუაშე, მაგრამ აქ სხვა მომენტია რამას. ამას მოყვებოდა სხვა რაღაცა. ხვდები? აი როგორც ისერიტე ხო რაც უნდა ის რეკლამა ხო ამას ეჭვა თუ ამბობდა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ფესტივალი დამთავრდებოდა 4 დღეში და ჩვენი ბოდიში დედისგინება და ჩვენი ცემა თხება ჩემი და მათ შორის ჩვენი არ გაჩერდებოდა 4 წელზე მეტი. აქ ჩვენ ეს ჩაგვეტარებინა მე ღმერთთან უკნას ვიღაცას რაღაცა მოსვლა და არ მოისვენებდნენ ასურეთები დაცვის ესეთი მექანიზმი არ ექნებოდა შემოგებოდა რომ ჩიტი ვერ შეფრიდებოდა რაღაცა მოხდებოდა შემოკარგოდა მე ამას მოყვებოდა ჩემომზია ფართო რეზონანსი აგორდებოდა ბაზარი და მე ჩვენ ციხეებში გავატარებდით გდანებში ჩვენ ჩემი ხის კაცები ვიბრძვით რომ თქვენ ეგეთი ცისფერები არ გამოვიჩინოთ და ამის ის არის ის რა ქვია ხელშეწყობა